საქართველო ამ კრიზისებს გადაიტანს მშვენივრად. კრიზის თქვენი ძახედორი შედის კრიზისი არ არის. ამ მინისტრს კიდევ ბევრ მინისტრს მიაყოლებს ივანიშვილი დაასუფთავებს მშვენივრად. ვინც даже кто-то заикаться будет даже ამ იმას ასევე გაწევს გვერდზე და იგი ფიქრობს რომ ასუფთავებს ასე რომ ვთქვათ მთავრობას და სწორედ არის და ხალხისთვის მართლა ხალხისთვის მათი სიკეთისთვის საქართველოს სიკეთისთვის და იმისთვის მოდიან ეს ახალი სახეები ვისაც ვიბრძვით რომ აი სწრაფად იმედარო ამ ხალხთან კავშირში იქნება დაეხმარება ივანიშვილი დაეხმარება იმდენად თქვა რაღაც პოსტები მიიღო ივანიშვილი დაეხმარება იმდენად რამდენადაც თუ არ დაეხმარა მაშინ ის ძალები არ ასე რომ ვთქვათ ხო თავისი ძალები ხო არ ყოფა და ამიტომ უნდა შევქმნას ის სუფთა ატმოსფერო პოლიტიკაში თორე თვითონ ვეღარ იცხოვრებს მაშინ საქართველოში ეს მას ძალიან კარგად გაცნობიერებული თუნდა რომ აქ იცხოვროს დარჩეს და გაუკეთოს თავის ქვეყანას სიკეთე თვითონაც მყარად უნდა იდგეს ფეხზე და ხელი უნდა შეუწყოს მთავრობას ანუ ჩამოყალიბებას მთავრობის ჩამოყალიბებას და ყველანაირად ფინანსური იქნება ეს თუ რა იქნება დააკმაყოფილოს ეს რომ სუფთა გარემო შექმნას და ეს გარემო მერე საშუალებას აძლევს ამ კაცებს მარად იცხოვროს თავისთვის ანუ საქართველოსთან არ მიდის თავის არ მიდის და ბოლოს შეკითხვა თქვენს რა საქართველოში და წასულებით დაბრუნდებიან იცით რა ყველას აქვს თავისი ასე რომ ვთქვათ ყველა თავის ომს აწარმოებს, ყველა თავის პოლიტიკას ატარებს და ყველა ფიქრობს რომ ის თავის სამშობლოსთვის ზრუნავს, თავისი ხალხისთვის ზრუნავს. იქ ეს ჩაიდინა თუ ეს აქეთ ის ჩაიდინა თუ რა თავის თავს ამით ამართლებს რომ მე არა ვარ გამყიდველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე ვთვლი რომ ეს სწორ ნაბიჯს ვდგავ მე ჩემს იმაში და აი ასე და ახლა ადამიანზე მე ვერცადზე ვერ ვიტყვი რომ გამყიდველი და შადმანები იცოცხლე კი არა ბომბად მაგრამ ახლა ასე დროს ძალიან ძნელია დაადანაშაულო ადამიანი